დილავშუდობის ამონადირეები. ვიმყოფებით ძალიან მაგარ ადგილზე, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სამეგრელო. ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღე ახლა შორიდან. მესმის ერთმანეთში ლაპარაკობენ მონადირეები, არისო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. გამარჯობა ყველასათვის ხალხო. როგორ ბრძანდებით? რომ ხართ ყველანი ძლიერად. შემოგევლეთ ასევე. შემოგევლეთ, იცოცხლეთ ხალხო, ენაცვალეთ. იცოცხლეთ. გამარჯობა ყველასათვის მეგობრებო. როგორ ბრძანდებით? რომ ხართ ყველანი მაგრად. ენაცვალეთ. მოგესალმებით მონადირეებო. ჩვენი და კროკოშოპის კოლაბორაცია გრძელდება. ჩვენ კვლავ სიამოვნებით ვაჯილდოვებთ იმ ხალხს, ვინც დაწერა ჰეშტეგით კროკოშოპი და რენდომაიზერი ეხლა ამოირჩევს ერთ პიროვნებას, ვისაც გადაეცემა ძალიან პრაქტიკული და კარგი საჩუქარი, ეს არის თერმოჩანთა. არა მარტო მონადირეს, ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს ბუნება და მოგზაურობა, ყველას გამოაგდება ეს და ნამდვილად ესეთი კარგი საჩუქარი არის, მეც არ ვიტყოდი უყვარს. ასე რომ ეხლა რენდომაიზერი ამოირჩევს ერთ ადამიანს და ჩვენ ვიხილავთ, ვინ იქნება ის ბედნიერი. ასევე იმედს ვიტოვებ, რომ კროკოშოპი გააგრძელებს ჩვენთან თანამშრომლობას და კიდევ ბევრ ჩვენ გამომწეს და ასაჩუქრებს. დილავშუდობის ამონადირეები. ვიმყოფებით ძალიან მაგარ ადგილზე, ეს არის საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სამეგრელო. და წალენჯი ხარ. რაიონი, რომელიც ცნობილი არის თავისი სილამაზით, შეტეხილია, თიანია და ლამაზია. გაიგერაში ასაკ. დღევანდელი ნადირობა მეგობრებო იქნება მტაცებელზე და ცოტა ხანში შემოგთავაზებთ აი ამ მოწყობას და პატარა სიტყვას, სადაც გაჟღერდება წესები, რაზე ვნადირობთ, რისთვის ვნადირობთ და საერთოდ სადა ვარ და რატო ვარ. მოგლეთ, გამოვყევით, ჩვენთან ერთად იყავით და არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა. დავამატებდი მე 1-2 სიტყვას, ცოტა სუბიექტური ვიქნები, მინდა აღვნიშნო, რომ სამეგრელო ჩემი დედულეთი არის, ამიტომ უფრო მეტად მიყვარს ეს მხარე ალბათ ვიდრე ბატონ მარლენს, ჩემი სუბიექტური მიზეზები მაქვს ბატონო ჩემო და ეს ნადირობა ერთი რამით არის კიდევ ასე ვთქვათ ღირ შესანიშნავი, რომ სტუმრები არიან სხვადასხვა რაიონიდან. მე და მარლენმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მეგობრები მოგვეწვია, თქვენ ნახეთ წინა გადაცემაში, რომ ზესტაფონში ვინადირეთ და იქაც ძალიან ისეთი შერეული და მიქსი იყო ასე ვთქვათ მონადირეების, აქაც სხვადასხვა რაიონებიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან არიან მონადირეები და ეს ტენდენცია ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ ხალხს ეძლევა საშუალება, რომ გაიცნოს ერთმანეთი. თუნდაც ჩვენი მეშვეობით. მონადირეები კიდევ როგორც საერთოდ ცნობილია, ძალიან ადვილად მეგობრდებიან ხოლმე და აი ასე რომ რა ვიცი, ერთად ვინადიროთ. დილის გაცნობილების საღამოს უკვე მეგობრები ვართ, ამიტომ გამოგვიწერეთ, ვიყურეთ მე და მარლენს ინადირეთ ჩვენთან ერთად. არა ვართ ცუდი ხალხი და არა გვაქვს ცუდი გადაცემები. წავიდეთ ვინადიროთ. მოგესალმებით, დღეს არის ნადირობის ტერიტორია შემოვიდა შეტყობინება, რომ მოსახლეობას აწუხებს აცებელი, ტურა, გელი, ორივე არის. ვიმყოფებით წალენჯიხის რაიონში, სოფელი საჩინო არის. შევვროვდით ლიცენზიის შეტყობინება, ლიცენზიური ნადირობა გვაქვს. მონადირეები შევიკრიბეთ სულ ყველა და ვართ ერთად დავდივართ სულ თიანობაში ასე დავდივართ ყველა მონადირეები. აგახარეთ ვიკრიბებით. ჩვენ გვიხარია რომ ვებურობთ მონაწილეობას თქვენთან ერთად. მადლობა მოწვევისთვის. სტუმრებს ლიცენზიით არის, ხო, ლიცენზიით არის.
ყველას სტუმრებს მესალმები უფრო მეტად დიდი მადლობელი ვარ რომ ჩამოგძანდით ხარჯი რომ გიდგეხართ ყველაფერში და დიდი მადლობელი ვარ. ბატონო, თქვენის ნებართვით ერთი-ორ სიტყვას უსაფრთხოებაზე მე ვიტყვი მაშინ, რა. ბიჭებო, მოგესალმებით ყველას. ძალიან მარტივი თხოვნა მექნება ყველასთან, რა. ვისაც გვაქვს ჩავიცვათ სასიგნალო ჟილეტები ან ქუდები, რომ სარეკს აუცილებლად და ნომრებსაც ვისაც გვაქვს, თუ არა და ნაწილი ჩამოტანილი გვაქვს ჩვენ. თოფში ტყვია არ ჩავდოთ, სანამ სვლელობა იქნება. თოფი დაუმუხტოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნომერში ჩავდგებით. მას შემდეგ რაც გასროლა მოხდება, ნომერს ნუ მივატოვებთ სანახავად ტურა მგელი მონადირებულია თუ არა, დაველოდოთ სარეკის დამთავრებას. მერე მივიდეთ და წამოვიდეთ. რაც შეეხება ნომრების დაყენებას, ადგილობრივი ადამიანი დაგვაყენებს სტუმრებს ნომრებში და ასევე ის ადგილობრივი ადამიანი მოხსნის, რომ ნადირობა დამთავრდა, სარეკი მორჩა, ყველაფერი მორჩა და შეგვიძლია რომ წავიდეთ, რა. შეკრების ადგილი სტუმრებისათვის განსაკუთრებით განსაზღვრული არის მხოლოდ ამ ადამიანის მიერ. წყნარად შევალთ, წყნარად გამოვალთ, მშვიდობით რაც თავარია. თუ თოკები გვაქვს ჯიბეში ვიქონიოთ რომ გამოვიტანოთ ჩვენი მონადირებული ტყიდან და ასევე ძაღლი რომ დავიჭიროთ, რომ არ დავიწყოთ მერე ლოდინი თქვათ მეორე სარეკისთვის. ბიჭებო, ძალიან დიდი მადლობა, დაწმუნებული ვარ რომ ლამაზი და კარგი ნადირობა შედგება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უკვე ერთად რო ვართ, კარგია. კარგია, ეს არის აი ესე. ერთად ყოფნა და გვერდით დგომა. ეგ არის მთავარი. აბა მშვიდობიანი და წარმატებული ნადირობა. გისურვებთ, აი ბედნიერ ნადირობას გისურვებთ და კარგია. ის არის. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. დავიწყეთ მსვლელობა ნომრები ვაგდებით. ორად გაიყო, ადგილობრივმა გაგვანაწილეს სტუმრები. ნაწილი ქვემოთ ჩავიდა, მე დამალეს ზემოთ ამხარე გვერგო წილად. ეხლა შევიკრიბებით კიდე აქედან და ალბათ უკვე კონკრეტულად ნომრებში გადანაწილება წავა. რო არა ნადირობა, კაცი ვერ ნახავ ამისთან ასილამაზეს სახში რო იჯდე. ესე იგი მე მგონი $100 ნომერი შემხვდა. მოგასო რახან კამერა აქვს, GoPro და სტუმარი არისო და თანო დედა ყავსო მეგრელიო. უეჭველი ნომერში უნდა დაგაყენოთო და ნახოთ აბა. ესე იგი აქ არის კაი ადგილი, ხო? ხო, აი იქიდან გამოდის. ხო. აქედან გამოსასვლელი ბილიკი. ეს ადგილია. ნახო, ქვიდან არ ნაჟია თუ დომინდორსოკო. თუ დომინდორსოკო ხარ. ახლა თქვენგან რომელს უნდა აქ არის კარგი ადგილი და მეორე აი ქვევით 100 მეტრო არ არის. შენ გაიყვარ ჩვენ ამაზე. ჩახო როგორ მე ჩავალ დადექში. შენ დადექი? მე რაბი ჩვენ სისამი აი თქვენ რო ამიხსნათ სარეკი საიდან მოდის ეხლა იმიტომ შევხედოთ ახლა კაცი ეგ მოჩანსკი და ცოტა ფრთხილად იყო და ეგ სადგას კაცი აი ვერ მიაღწევს. არა ჩვენ იმ ტერიტორიაზე დგან ხალხი. აი ახლა აი ამ ტერიტორიაზე აქ ისეთი სამალავი აქ ტურას აუცილებელი იქნება, შანსი არ არის. ხო, არა, ნუ დაველოდები. შენ გაჩერდი აქ და ჩვენ სამნი წავალთ კიდე კი ბატონო. მეორე მაშინ. ნომერზე აღარ დავგა. სარეკი გაიყო სამ ნაწილად, რამდენადაც მოხდები, სამი სხვადასხვა ლოკაციიდან უშვებენ ძაღლებს. მათ შორის ერთი აი ესე ჩემგან ჩავლენ ახლა მარჯვენა მხრიდან და აი ესე ხეობაში შეუშვებენ. მოკლედ ნომერში ჩავდექ ფაქტიურად. ყველაფერი ახლა დაიწყება. ძალიან მალე. 36 გრამიანი 7 ნოლები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მხედველობა საკმაოდ შორს გაქვს, ძალიან ცუდი არის, იმიტომ გვიმრა არის, რაღაცა ბალახ-ბულახი არის და ტურაზე ბევრად მაღალი არის ეს ბალახი რა. მაგრამ რაღაცას ვისამთ.
ნამდვილად არის ფაქტია, იმიტომ რომ კვალი არის. ეს მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სარეკი დაწყებულია კარგა ხნის, რა ვიცი, ჩემს თვალსაწყიერში ჯერ არ მოხვედრილა ტურა. პირველი სარეკი მორჩა. გონელ, ეხლა ალბათ ბიჭები შევიკრიბებით, ზაღლები. მეორე ეტაპს გავაკეთებთ. აქვე სადღაც. კი, აქ იქით ხამხარეს გავაკეთებთ. ფედის იქით ამ ხარეს. ნუ სიტუაცია არის შემდეგნაირი. მიუხედავად იმისა, რომ ტყე აირია, ორი ტურა შეძრა სოროში და ნუ ზაღლების ნაწილი მე-13-ს. მე-13-ს, მე-2-ს. მოკლედ სოროებია, მე მგონი გადასაკეტი აქ და არა ხეობები. იმედი გვაქვს ახლა რომ ამ სარეკზე უფრო წარმატებული შედეგი გვექნება. თუმცა გასროლები იყო და არ ვიცით ბიჭებმა რა ქნეს. რომელად შევიკრიბებით, მოგახსენებთ. პირველი მორეკვა ამით დასრულდა. ეხლა შევიკრიბებით და გავარკვევთ მოახერხეს თუ არა რამის მონადირება. მე გავიგონე 4 გასროლა, 4 სხვა ლოკაციიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებული გასროლები იყო. გოგა, ჩემთან არაფერი ყოფილა, შენთან? შენთანაც არაფერი, შემომარლენ. 4 გასროლა გაიგონე? არა, 3 გავიგონე. ესე იგი მე 4 მაგაგონილი. 4 იყო, ერთი დათამისროლა, შორი იყო და დასროლა. სწორად ხნე. მოპოვებული გვაქვს რამე? არ ვიცი. მიხ არ ვიცით, თქვენი ბიჭებია ალბათ, მე მგონი რომ მე მათი კონტაქტი ტელეფონი არ მაქვს. აქეთ ამ ხარეს არაფერი და იქითკენ ვნახოთ რა ხდება. საინტერესო. როგორ იყო აბა ორი სიტყვით? უკრინდან გამოიპარა. ხო დაგაყენე კარგ ადგილას. და შენ თვალები ხომ მქონდა ზურგზე და დაინახე. კარგია, მშვენიერი. ინსტინქტი. ახლოში გამოგივიდა? არც ის 1-30 მეტრამდე. ხო, ნუ ოპტიმალური სასწორული მანძილი. იქიდან ამოვიდა. იქიდან. ზაღლი მოსდევდა დევნაში იყო თუ არა გამოპარული იყო კონკრეტულად? გამოპარული. გამობარო ხმისგან. ხო, გამობარული. რა შეხვდა? შენ? თავისთავად ისიამუნე და დათქვი. აი ეს ამოყვა ხევს ასე. ხო, მალადეც რო ის არ ესროლე. რა სქვია, კაცო? მასით ხალხს რა უნდა ჩვენს გვერდით? ჩამოგართმევ, რო აი ესეთი სიწესიერე და სისუფთავე რო გამოიჩინეს ნადირობაში. ერთი გაგვექცა კაროჩი შორი იყო და ესროლე მარა წაიღო ჩემი აზრი დაიჭრა სავარაუდოდ. ხო. ხო, დაჭრილი არის და აბა მაშინ მაგას არავინ უკარნახებს როგორც ახლა ისა უკურნალებს როგორც ახლა ჩვენმა გოგამიც იცოდნენ რა. ხო და მე იმ გორად გადავიდა რა იქითა მეორე მხარეს და სავარაუდოდ სოროში წავიდა რა. ო, ას დიდი ალბათობით ხო. დიდი ალბათობით. მე ზაღლის გაუჩერდაო რაღაცა და ყებდა სოროსთან, ხო. დრო 1.5 საათი ერთ ადგილას იყებოდა რა. ო. ხო და მეორე ნომერი არის აქ ახლოში. გავაკეთეთ ეს კი უეჭველი იქნება. კი, კიდე გავაკეთოთ, ხო, თუ კი ძალები არის, გავაკეთოთ. ზაღლები და ძალები თუ არის რა. საათები არის. კი, აუცილებლად ხომ. ერთი 3 კი იყო და სოროში შევიდი. ლიკვები იყო პატარები. უბოტენი. და მითხარ ახლა დანაცვლება გავა დიდ უკეთესი არის. იქაჭირო. მანქანას სადღომი ადგილები გვაქვს. ჩვენერ. როგორც ასე. მაინც შედგა ერთი ნადირი მაინც არის. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მე და მალნენი ვიმედოვნებთ რომ მეორე სარეკი ასევე წარმატებული და კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ძალიან დიდი იმედია. ძალიან დიდი იმედი მაქვს მე მაგის. კი. ამ სცენარი არის, აბა. ვინც იცით მოგწერეთ რა, მაინტერესებს. ესე იგი, აქ ხა ბიჭებო, არის შემდეგი ამბავი რა. ტურებად, მაგრამ უფრო ღრმად შემოვიწიეთ ტყეში, თაში ამოვედით და ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ არის მგლის გამოსვლის ალბათობა. ალაგდება ეხა ნომრები რა ვნახოთ. მე გავჩერდები ახლა. გოგა გიოს ჩამოსვეს ცოტა ჩემს ზევით. მე გოგა გადანაწილდება იქითკენ. ბიჭები აგერ აგრძელებენ მსვლელობას. ყველა გადანაწილდება ნომერში. და ძალიან მალე დაიწყება ნადირობა. ჩემი ნომერი მომწონს, კარგი ნომერი არის აშკარად. გამოსასვლელები არის, რა ვიცი, რაოდენობით ყველგან, აი მთელ წრეზე შეიძლება რომ ველოდო გამოსასვლელი ისია მოწყობილი. ასე რომ
ყველაფერი კარგად იქნება. აბა როგორც აღნიშნეს არაკის ამნაწილად გაიყო და ერთ-ერთი წერტილი ასე ვთქვათ აქედან არის სადაც ზაღლებს უშვებენ. მიყვები შენ არაკში? რამდენი წლის ხარ? რა ქვია რა გვარი ხარ? ჯანო? ჯანაში. ჯანო ჯანაშია. ჩვენი ახალგაზრდა მეგობარი. ესე იგი მარჯვნივ რომანი მიდგას. მარცხნივ აგენ ბატონი მიდგას დაახლოებით 70 მეტრი არის ალბათ დაშორება მაქსიმუმ რა. და წინას ორი გამოსასვლელი არის. ჩემი ასე ვთქვათ ეს მანქანები ცოტა ნერვებს მიშლის. მაგრამ რას ვისავთ? დავდგეთ ახლა და დაველოდოთ. უნდა შემეჩეხოს აქედან თუ გამოვიდა და ეს მანქანა იქნება ჩემი თილისმა. სიმართლე უნდა ითქვას ეს ზარის ხმა ცოტა არ იყოს ნადირობას ხელს უშლის, იმიტომ რომ მარტო კონცენტრირებული არის გონება ქვეცნობიერის დონეზეც კი ამ ხმაზე და სხვა გარე ხმაურებს სიმართლე ითქვას ვერ აღიქვამს twin-ი ხარისხიანად. ძალიან შორიდან გავიგონე თოფის ხმა. საინტერესოა და ვის გაუმართლა კიდე ჩვენ ნომერში სიჩუმე. ჯერ არაფერი არ ჩანს. აქ თუ დავინახავ ხოლმე რომ ფრინველმა გაიფრინა რაღაც. ხდება ძალიან კარგი დევნა იყო. სამჯერ ჩამოვიდა ავიდა დევნა, მაგრამ ვერაფრით აქეთკენ ვერ გადმოიყვანა სავარაუდოდ უფრო შიგნით შედიოდა ხოლმე. საკმაოდ შორს ვართ მარლენისგან, საიდანაც დაიწყო ნომრები. ანუ იქ რა ხდება ჩვენ ვერც დევნას გავიგებთ, ვერც სროლას გავიგებდით, ვერაფერს. დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭებმაც ისე ამუნეს იქ როგორც დევნით, ასევე შედეგით გაგვახარებენ, რომ ჩავალთ. აქ ერთადერთი გასროლა იყო და ჯერჯერობით არ ვიცი შედეგიანი იყო თუ არა, რომ მორჩება ნადირობა, მაგასაც გაგაგებინებთ. როგორც ჩანს მეორე სარეკი მორჩა. გოგა არის ჩამოსული ზევიდან მანქანით და გადავალ გზის პირზე. ეტყობა ეგ არის რაც არის. საინტერესოა ვინმეს გაუმართლა თუ არა. დევნა იყო სასწაული, არ ვიცი რას დაძდევდნენ. შველი იყო, ტურა იყო. არა, ჩვენს წინ იყო. ეს ტურა იქნებოდა. არა, ატვალა მაგრა. ჩვენ ეტურა რომ მოგაი. აი მან ნახე ჩვენი. ხო, ეგ ვიცი კი ბატონო. ხო, და იმიტომ არ მინდოდა ეხლა იმით დართხოვა, იმიტომ რომ პატარა იყო. აქ ეხლა ერთი ნახევარი საათი დაახლოებით ძაღლები არ გაჩერებულან. სულ მოდიოდნენ ყეფაყეფით. ცოტა არის ბევრს მეორე ისინი რო წამეყვანა კიდო ის ორი თელი დღე ის არ დაანებებენ თავს. ეხლა აი დევნა არ ქვია მას. სმორეკვაც მორჩა. აი შალენ ჩემს წინ ნომრები ეხლა ჩავალ ქვემოთ. ძალიან მაინტერესებს მარლენისკენ ხო არ იყო რამე, იმიტომ რომ ჩვენთან იმოისმინეთ მართლა ძალიან კარგი დევნა იყო და ნუ ეს ერთი გასროლაც ძალიან მაინტერესებს. არ გავდა სარეკის გასროლას, მაგასაც გავიგებთ ძალიან მალე ხა ჩავალ. გითხავ ბიჭებმა რა ქნეს ქვემოთ ამ ხარეს. სამწუხაროდ გარდა იმისა რომ ძალიან კარგი დევნას მოусმინე და ძალიან ვისიამოვნე. არ შეეშვნენ ძაღლები. ერთი სამჯერ იყვნენ თითქმის ჩემთან ამოსულები, მაგრამ ნუ ვერ ამოიყვანეს არ გამოვიდა რა. ჩემთანაც თითქოს ტრიალებდნენ და
მე ბოლოს აი აქ მოვიდნენ სადღაც უკვე ძალიან ახლოს და მეთქი ანახლა არაფერი ძაღლი გამოვიდა ჩემრომში გაიარა არც ყეფით არც იმით გავიდა რა ვიცი მესამე სარეკისთვის დავიწყეთ მზადება კი ბატონო და ბიჭებს კიდე ერთი ადგილი აქვთ მანქანებით მივალთო გავაჩერით მანქანებს ფეხით ცოტა შეუყობითო შედარებით პატარა მოსარეკი არისო და კარგად ჩავგეტოთო რომ ჩვენი შანსები გავზარდოთ და ვნახოთ რა გამოგვივა ამ ცდილობაზე ჩემს ნომერში ხედვა საუკეთესო არის ზოგადად ხედების ტკბობის თვალსაზრისით ვიწაფი მაგრამ ესდანაც მომწონს სანადიროდ ეს ადგილი თქო ტყუილს ვიტყვი თუმცა ნახეთ დავაკვირდეთ ერთგვარი გამოცდილებაა თითოეული ნადირობა ყველა შემთხვევაში პრაქტიკულად ჩათვალეთ რომ ზედ ბილიკზე უდგავართ რა თუ გამოვიდა სანამ დამინახავს დაახლოებით აი წამი რო გაქვს სასრულად ეგეთი ამბავი არის ეს აი ეს არის მთელი ჩვენი სასრული არეალი წუთი-წუთზე დაიწყება სარაგი აი ეს ბილიკი არის ერთი ამოსასვლელი და იქა გასაძრომი ანუ შეიძლება იქიდანაც ამოძვრეს გააჩნია ძაღლები საიდან მოულიან პრაქტიკულად ხედულობა არ არის იქ არის ერთადერთი გამოსასვლელი ისიც ისე რა მოდი შენ გაჩერდი აქ ნახე აი ეს არის გამოსაზრომი და შესაძრომი და აი ეს ბილიკია გამოსასვლელი რა ბალახების ქანაობით თუ მიხვდებით ორე ხედულობა დარჩი აქ მე გადავალუკა შენ დარჩი აქ შენი 360 აქ დაიდგი სად არის 360 დაიდგი და მე გადავალ იქ ესე ჯობია აბა წარმატებები გქონია ბილიკივით არის რაღაცა. აი ბატონო ჩემო. აქაც არის ერთი გამოსაძრომი. აქედანაც შეიძლება ამოვიდეს. აქედანაც ხედველობა თითქმის 0. ინტენსიური ძაღლების ხეფა იყო. რის შემდეგაც გასროლა გავიგეთ და მე წდახის მე ძაღლები გაჩვენდნენ. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი ხარბავს მონადირების ფაქტს. ხო. მართლა? იმ გასროლით აიღეს თო სააღობთ. ძალიან კარგი იქნება კიდე იყოს კარგი. გავი თუ გაუშვეს კაი იქნება გამშვი. აბარასია. ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღე ახლა შორიდან. მესმის ერთმანეთში ლაპარაკობენ მონადირეები, არისო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ზოგად წარმოდგენას იმ ხმებზე, რომელზეც წეგან ვლაპარაკობდი. ეხლა მომივიდა მესიჯი ჯანო მესხიასგან. ერთად ნადირობთ ახლა ამ წამს. მეუბნება რომ შედეგი გვაქვსო. Khoyo kat, khoyo. Ja, das kann ich gar nicht gehen. Hoje deyildiz. ეს თემა, ნადირობის თემა მივიწყებული სავით იყო და ახლა რო წამოიწია და რო გავაცოცხლეთ ეს, ამას რაჯობია. ვენაცვალე იმ ყველა სუფთა მონადირეს, ვინც იცავს წეს, რიგს, ძველებურ ტრადიციას. აიხარე.
გაგვიმარჯოს ქართველებს. წავიწიოთ წინ. მავნები გავანადგურო. თქვა უკვე აშკარად მიდრეკილება არის მეორე განყოფილებაზე, ხო? გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს, აბა როგორ არ შეიძლება რა. წავიწიოთ წინ, უნდა რა ეგრე უნდა ვქნათ რა. ქართველები ოდითგან განთქმული ხალხი ვიყავით და ვართ და უნდა ვიყოთ. ესა ჩემი სიტყვა. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, მე მიყვარს საქართველო. აი ესეთი სასიამოვნო ნარატივი სამეგრელოდან და მე და მარლენი კი გავეშურებით ძალიან მალე გურიაში, ლანჩხუთში ბიჭებო და მოკითხვა წინასწარ გურიას, გურულებს და ლანჩხუთს და ლანჩხუთლებს. ესეც დღევანდელი მონადირებული და ბუნებიდან ამოღებული ორი ტურა. ვის გაუმართლა? აგე ჯანო, მოდი ჯანო. ვიცი ეს ბიჭი მეორეს იმას სარეკში რო წავიდა, აი? ჯანო, როგორ იყო აბა ერთ მოტორი? კარგი კი იქნებოდა, მაგრამ ცოტა ხმამაღლა თუ იტყვი, როგორ იყო ვაფშე კარგი იქნება? კარგი შეგრძნება იყო რა. და რომ ამოგიხდა ძაღლმა, ამოაგდო, ფეხიდან ამოგივიდა. ანუ შენ სარეკში მიდიოდი. პრაქტიკულად სარეკმა მოინადირა ეგ თემა არის და მალევე როგორც კი დაიწყო სარეკი, გასროლა მალევე მოყვადალი. შენსკენ შემოbrunდა თუ გაგირბოდა? გამიგროდა ზევიდა. გაგირბოდა ზევიდა. ძალიან კარგი, ახალგაზრდა მონადირე, რომელიც უკვე კარგ საქმეს აკეთებს რა. კი ლუცო. ერთმას იკეთებულს. ესე იგი, როგორ არისო წესიო, ვინც მოინადირებს, იმა უნდა დამარხოსო? არა, ეს ხუმრობით. ვის მოაკლევიოსო, ძაღლი იმას დამარხიესო, ის ყველი არ არის. მეგობრებო, ამ ვიდეოთი უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ გავრცელებული იყო სოციალურ მედიაში ესეთი კადრები, სადაც გადაუყრიათ ტურები, სადღაც წყალთან ახლოს, არ ვიცი ლოკაცია ზუსტად და რატომღაც მე აბრალებდნენ მონადირეებს რა და მით უმეტეს რატომღაც ლეგიონი და ჩვენზე იყო კიდე ეჭვი და ძალიან არასასიამოვნოა ზოგადად ეგეთი ბრალდებები, როდესაც ზუსტად არ იცი და ვერ ერკვევი საქმეში. ჩვენ არასოდეს არ ვტოვებთ ხოლმე ეს ზედაპირზე მონადირებულ მტაცებელს, ყოველთვის იმარხება და ზუსტად ვიცავთ იმ წესებს, რომელიც საჭიროა რომ ყველამ დაიცვას და რავი თქვენს მოგიწოდეთ ხალხო და ჭორებს მაინც და მაინც მოაყვებით. ძალიან აკეთო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.